გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ხელისიახლეებით. საქართველოს დამაჯერებელი გამარჯვება, შეუჩერებელი კვარაცხელია და სხვა მრავალი ინფორმაცია ქართველ ფეხბურთელებზე. ვიდეოს დაწყებამდე კი თხოვნა დამიფასოთ შრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე თხოვნა გამოყო რიწამი და გამოიწერო არხი, რადგან 800 გამომწერიღა გვიკლია, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს 95,000 გამომწერს. მადლობა მეგობარო, თუ ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. კლუბის ლეგენდამ გამხნევა სტუმარი ჩაკვეტაძესთან, თურქებთან გამართულ საშინაო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებისთვის ოთარ კიტეიშვილთან ერთად ჩაკვეტაძის არ ყოფნას უდიდესი დანაკლისი იყო. 26 წლის ნახევარმცველი ფეხის თითის ტრავმის გამო უკვე დიდი ხანია ვოთფორდსაც ვერ ეხმარება და სარეაბილიტაციო პროცესს გადის. სატრენაჟერო დარბაზში ყოფნისას კი ჩაკვეტაძეს მოულოდნელი სტუმარი ყავდა. გიორგის კლუბის ლეგენდა ტროიდინი შეხვდა და გამოჯამთელების პროცესში წარმატებები უსურვა. ეს უკანასკნელი კი ვოთფორდის ღირსებას 11 წლის განმავლობაში 2010 წლიდან 2020 წლამდე იცავდა. მან კი ამ კლუბის მაისურით 140 გოლის გატანა შეძლო. მე კი გეტყვით იმასაც, რომ ჩაკვეტაძის გარეშე დარჩენილმა ვოთფორდმა ინგლისის ჩემპიონშიპის წლევანდელი სეზონი აშკარად არასახარბიელოდ დაიწყო, რადგან ვოთფორდი 4 ტურში დაგროვებული 5 გულით სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილს იკავებს. ეს აუცილებელი იყო. ლიონში მიქაუტაძის ტრანსფერზე ისაუბრეს. ლიონში გიორგი მიქაუტაძის გაყიდვის მიზეზებზე ისაუბრეს. ფრანგული კლუბის სპორტულმა დირექტორმა მატიე ლუიჟანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქართველი შემტევის გაყიდვის აუცილებლობა მძიმე ფინანსური პრობლემების გამო გახდა აუცილებელი. პირველ რიგში გეტყვით, რომ ჟორჟმა ვილიარეალის მხრიდან წამოსული ინტერესის შესახებ ინფორმირებული იყო. ის ასევე აცნობიერებდა და იღებდა იმ ფაქტს, რომ კლუბი ყოველთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველა ლიონის წარმატებისთვის მუშაობთ. მიქაუტაძემ კი თავისი არჩევანი გააკეთა და ჩვენი პოზიციაც იცოდა. ყველაფერი ბუნებრივად წარიმართა. იდეალურ შემთხვევაში მას დარჩენა სურდა, ჩვენ კი მისი წასვლა არ გვინდოდა. მაგრამ რაც მოხდა, ეს ერთადერთი გამოსავალი და ჩვენი საბოლოო მიზანი იყო. კლუბისთვის კიდევ ერთი ტრანსფერი იყო საჭირო. მიქაუტაძეს კი ესპანეთში და ჩემპიონთა ლიგაზე სურდა თამაში. ის კი საბოლოო ჯამში ლამას პროექტს შეუერთდა, განაცხადა ლიონის სპორტულმა დირექტორმა. ოსიმენი და კვარაცხელია თავისი ქმედებებით დაამცირა. დი ლორენცოს კი სამკლაურს ართმევდა. ბელგიის ნაკრების ამჟამინდელმა თავკაცმა რუდი გარსიამ პოსზე დანიშნვის შემდეგ ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა კევინ დე ბრუინისთვის კაპიტნობის ჩამორთმევა იყო. ავტორიტეტული იტალიური გამოცემა ლა რეპუბლიკა კი ამ ფაქტს ეხება და ნაპოლიში გარსიას ქმედებებს იხსენებს. ეს გამოცემა კი ჩვენ საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. გარსიას მსგავსი ნაბიჯები უცხო არ არის. ნეაპოლში მისვლისთანავე მან სადა, რომ ჯოვანი დი ლორენცოს კაპიტნობის სტატუსი ჩამოერთვა, თუმცა გუნდის მკაცრმა წინააღმდეგობამ რუდი გარსიაში აჩერა. შემდეგ მალევე გარსია ღია დაპირისპირებაში შევიდა ვიქტორ ოსიმენთან და კვარაცხელიასთან. კერძოდ, როცა მათ წინააღმდეგ დამამცირებელი ქმედება განახორციელა, როცა ორივე მათგანი მატჩიდან ნაადრევად შეცვალა. სწორედ ამ არეულ პერიოდში დაიწყო ნიგერიელ თავდამსხმელსა და კლუბ შორის ურთიერთობის დაძაბვა, რაც საბოლოოდ ოსიმენის წასვლითაც დასრულდა. წერს იტალიური გამოცემა. თურქეთთან მძიმე მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა თავისი შეცდომები გამოასწორა და ბულგარეთის ნაკრები 1-0 თქმით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ნაკრების კაპიტანი კვარაცხელია გახლდათ, რადგან სანიოლმა გურამ კაშიას ათადარიგოთა სკამზე დასვა. თურქეთთან ჩატარებული ტაიმისგან განსხვავებით კი ამ შეხვედრაში ყველაფერი სხვანაირად დაიწყო. ამ ყველაფრის თავი კი კვარაცხელია გახლდათ, რომელიც ბულგარელების დიდი ძალისხმევის და მიუხედავად ვერავინ გააჩერა. ხვიჩა აკეთებდა იმას, რაც სურდა და მას ვერაფერი დაუპირისპირეს. საბოლოო ჯამში კი 30 წუთზე კვარაცხელიამ საქართველოს დაწინაურება შეძლო, რითიც მეტოქე კიდევ უფრო დავაბნიეთ. ასევე ამ შეხვედრაში უნდა გამოვარჩიოთ ნიკა გაგნიძე, რომელმაც თავი თურქეთთან შეხვედრაში დაგვამახსოვრა, რის გამოც მან ბულგარეთთან თამაში ძირითადიდან დაიწყო. 24 წლის ქართველმა კი თავის გამოჩენა პირველივე ტაიმში შეძლო და შეხვედრის 54 წუთზე ნაკრები ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა წინ. ხოლო აშკარაა, რომ ნიკა საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, რათა ნაკრებში თავისი ადგილი დაიმკვიდროს და გუნდის შეუცვლელი ფიგურა გახდეს. რაც შეეხება მეორე ტაიმს, მეორე ტაიმი ჩვენმა ნაკრებმა შედარებით პასიურად დაიწყო, მაგრამ როგორც კი ტემპს მოვუმატეთ, მორიგი გოლის გატანა შევძელით. ეს შეტევაც კი ჩვენმა კაპიტანმა კვარაცხელიამ წამოიწყო, რომელიც აბსოლუტურად ყველგან იყო და დიდი ძალისხმევა გასწია, რათა ჩვენი ნაკრებისთვის მოგება მოეტანა. აშკარაა, რომ ქართველი ვინგერი ამ ორი შეხვედრისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა, რაშიც ხელი პესეჟემ შეუწყო და ქართველს დასვენების საშუალებას აძლევდნენ. ამ ყველაფერმა კი შედეგი გამოიღო და დღევანდელმა თამაშმა დაგვანახა, რომ სრულიად შესაძლებელია ჯგუფიდან გასვლა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. რაც შეეხება ჩვენს მესამე გოლს, ქართველებმა საკმაოდ მაღალ ტემპში ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს და შეხვედრის 65 წუთზე ჩვენმა ბომბარდირმა გოლის გატანა შეძლო, რითიც უპირატესობა სამბურთიანი გახდა და მოგება გავინახდეთ. ამის შემდეგ კი სანიოლმა როტაციას მიმართა და ახალი ფეხბურთელები გატესტა. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად კი კვარაცხელია დასახელდა, რომელმაც შეფასებად 8.5 გოლა დაიმსახურა. საბოლოოდ კი შეფასებები მსგავსად გადანაწილდა. ამ მომენტისთვის კი საქართველოს ნაკრების ხილში მეორე პოზიციას იკავებს, თუმცა
თურქეთსა და ესპანეთს ერთმანეთთან აქვს სათამაშო და შესაძლებელია, რომ სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი კომენტარი ბულგარეთის თავკაცმა ილიან ილიევმა გააკეთა. თამაში საქართველოზე კარგად დავიწყეთ. ვიცოდით, რომ ისინი განერვიულებულები იქნებოდნენ, რადგან წინა თამაში წააგეს. პირველი გოლის დროს მათ საჩუქარი გავუკეთეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა ვიცით საქართველოს ნაკრების მაღალი ხარისხი. როდესაც ასეთ რთულ მეტოქეს ეთამაშები, ასეთი შეცდომების შემდეგ აუცილებლად დაიშები. ფიქრობ, პირველი გაშვებული გოლის შემდეგ პირველივე ტაიმში მეორე გოლი აღარ უნდა გაგვეშვა. ამან კი ჩვენზე ძალიან იმოქმედა. ასევე ჩვენ არ მყავდა ის მოთამაშეები, რომლებმაც ესპანეთთან კარგად ითამაშეს. კვარაცხელია ფანტასტიკური ფეხბურთელია და ტოპ დონეზე თამაშობს. მან მინდორზე არაერთი საოცარი რამ გააკეთა. ბულგარეთში ყავდა ადრე მისნაირი ფეხბურთელები, მაგრამ სამწუხაროდ ახლა აღარ ყავს. ხოლო იმედი მაქვს, რომ მომავალში გვეყოლება, განაცხადა ბულგარეთის თავკაცმა. ამ სასიხარულო გამარჯვებასთან ერთად კი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ჩვენი საკალათბურთო ნაკრების წარმატებაც. კერძოდ ევრობასკეტ 2025-ის მერვედფინალურ შეხვედრაში საქართველომ უდიდესი სენსაცია მოახდინა და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი საფრანგეთი ასპარეზობიდან გამოთიშა. ჩვენმა ბიჭებმა კი საფრანგეთის ნაკრები 10-ქულიანი უპირატესობით, კერძოდ 80-60 დაამარცხეს. ამიტომ სპორტის მხრივ დღევანდელი დღე საკმაოდ პოზიტიური და წარმატებული გამოდგა. განსხვავებით 4 სექტემბრისა, სადაც სამწუხაროდ როგორც კალათბურთში, ასევე ფეხბურთშიც დავმარცხდით. ალბათ ძალიან რთულია, როდესაც ვერ წარმოვიდგინეთ თუ ერთ დღეს ეროვნული ნაკრების ასე ვთქვათ, ჯერ არ კაპიტანი, იმიტომ რომ კაშუ არის კაპიტანი ჩვენი, მაგრამ მომიცა საშუალება რომ გუნდი დღეს მე გამიყვანა და ძალიან ბედნიერი ვარ, ამის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რა ვიცი, ძალიან ასე ვთქვათ, საქართველოს ძალიან და ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ კალათბურთელებმაც მოიგეს, ჩვენს კარგად მოვიგეთ, კარგად ვითამაშეთ, რაც თავარია და ძალიან ბედნიერი დღეა რა და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, იმიტომ რომ წვიმაში ჩვენთან ერთად დარჩნენ, ხედავდით იქ გულშემატკივრებს, რომლებიც არც ეფარებოდნენ არაფერს, ველდებოდნენ ჩვენს გამო და ძალიან დიდი მადლობა მათ რა. ჯერ კიდევ წინ ძალიან დიდი დრო არის, უნდა გავაგრძელოთ გოლების გატანა და ვიცით და იმ პასუხისმგებლობას ვიგებთ, რომ ამ გოლებით თითოეული გოლი საქართველოს ნაკრებს ეხმარებით და ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს პირველ ადგილზე ან მეორე ადგილზე ვინიქნება. მიხარია თუ გუნდს დავეხმარეთ, თავიდან ცუდად დავიწყეთ, ცოტა შეგვიქნეს მომენტი და ცუდი იქნებოდა რომ გაგვეშვა მეორე თამაშივე სწრაფი გოლი და მიხარია რომ ავიღე და გუნდს დავეხმარე. კი, რა თქმა უნდა, კაშოს გარეშე ვითამაშეთ, პირველად ვითამაშე მგონი კაშოს გარეშე ნაკრებში, რა თქმა უნდა მისი გამოცდილება როცა გაკლია, უკან ლიდერი გჭირდება და მაგრამ ჩემი აზრით ბიჭებმა კარგად გაართვეს თავი. ახალი თაობის ლიდერი ყავდა დღეს მოინაზე კვარა სახით და ერთ-ერთი მართლაც კარგი ლიდერია კვარა. ჩემი აზრით როცა კაშო წავა ნაკრებიდან კვარა კარგად გააგრძელებს მის გზას, იმიტომ რომ დიდი ფიგურაა მართლაც კვარა მთელი ნაკრების და მთელი საქართველოსთვის ალბათ და ჩემთვის პირადად ალბათ ფეხბურთელებისთვისაც როცა ამ ხელა ფეხბურთელი ყავს ნაკრებში, ლიგა მოგებული და ყველაფერი მოგებული აქვს, ის რო ლაპარაკობს ბევრს ნიშნავს ყველასთვის და ჩემთვისაც. დაპირისპირება დემბელეს გამო განრისხებული PSG საფრანგეთის თავკაცზე მიზნისკენ დღითი დღე მივდივარ. მიიღებს თუ არა მესი მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. დიდი ალბათობით მესიმ არგენტინის მაისურით საშინაო შეხვედრაში მონაწილეობა ბოლოჯერ მიიღო. მან კი ვენესუელასთან დუბლის გაფორმებაც შეძლო. მაგრამ საბოლოოდ მესის ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში. ამასთან დაკავშირებით კი თავად არგენტინელი ფეხბურთელი შემდეგ კომენტარს აკეთებს. შთაგონებული და მოტივირებული ვარო ვითამაშო. ყოველთვის ვამბობ, რომ მიზნისკენ დღითი დღე მივდივარ და შეგრძნებებით მხელმძღვანელობ. ვცდილობ თავს კარგად გრძნობდე და უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან ვიყო მართალი. როდესაც თავს კარგად გრძნობ ეს მომწონს, ხოლო როდესაც არასიამოვნებას არ ვიღებ და ვამჯობინებ, რომ ნაკრებს არ შეუერთდე. ჯერჯერობით კიდევ არ მიმიღია გადაწყვეტილება უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ. ამ სეზონს დავასრულებ და მერე ვნახოთ თავს როგორ ვიგრძნობ. იმედი მაქვს სეზონს კარგად დავასრულებ, შემდეგ სეზონის წინა პერიოდსაც კარგად ჩავატარებ და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, განაცხადა ლეო მესი. მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საფრანგეთის ნაკრებისთვის იდეალურად დაიწყო, თუმცა ამ ყველაფერს უსმან დემბელეზე ვერ ვიტყვით. 28 წლის ფეხბურთელი, რომელიც ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, შეხვედრაში შესვენების შემდეგ ჩაერთო, თუმცა 91 წუთზე ბარძაყის ტრავმის გამო უგო ეკიტიკემ შეცვალა. უსმანის დაზიანება კი მტკივნეულად აღიქვეს PSG-ს ხელმძღვანელებმა და
ეხა ისინი როგორც საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, ასევე ნაკრების თავკაც დიდიე დეშამს ღიად დაუპირისპირდნენ. ეკიპის ნობით პარიზული კლუბის წარმომადგენლებმა საფრანგეთის ნაკრების ხელმძღვანელები წინასწარვე გააფრთხილეს, რომ დემბელეს დაშავების ალბათობა მაღალი გახლდათ, რადგან ფეხბურთელი გადაღლილობას გრძნობდა. მაგრამ დიდიე დეშამმა ეს ყველაფერი არ გაითვალისწინა და უსმანი მაინც ათამაშა. ხოლო ამ დაზიანების გამო უსმანი დიდი ალბათობით 6 კვირას იუქმებს. აქედან გამომდინარე კი ის ბარსასთან ჩემპიონთა ლიგის შეხვედრასაც გამოტოვებს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხავნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.